მონღოლები განთქმული იყვნენ თავიანთი მშვილდოსნებით და მათი წარმატების ცენტრში იდგა მონღოლური მშვილდის გენიალური ინჟინერია. მონღოლური მშვილდი შედიოდა მშვილდების დიდ ოჯახში. განსხვავებულ კულტურებში მათ სხვადასხვა ფორმა ჰქონდათ, მაგრამ ყველა ერთი და იგივე მასალებისგან მზადდებოდა. ისინი იყვნენ კომპოზიტური მშვილდები, რომლებიც რამდენიმე ნაწილისგან იყო აწყობილი. ლუკას ნოვოტნი მსოფლიო დონის ცხენოსანი მშვილდოსანია და კომპოზიტური მშვილდების დამზადების ოსტატი. აქ ჩვენ გვაქვს ხის ბირთვი, ეს არის საწყისი ეტაპი. ბირთვი არის მშვილდის უხილავი ნაწილი, ხშირად მხოლოდ გარეგნულ საფარს ვხედავთ, მაგრამ მისი ჩონჩხი ყოველთვის არსებობს, ზუსტად ისე, როგორც ადამიანის სხეულში. ხის ნაწილები ზუსტად მორგებული დეტალებით ერთდება, რის შედეგადაც მშვილდი თავის უნიკალურ ფორმას იძენს. ახლა კი გვაქვს ბოლოები, რომლებიც ასე თავსდება. მშვილდის ეს ბოლოები არ იხრება ისინი, როგორც ბერკეტები ისე მოქმედებენ, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო ძლიერად დაჭიმოთ მშვილდი, ვიდრე ჩვეულებრივ შეძლებდით. ეს საოცარი საინჟინრო შედევრია. შემდეგი ეტაპი კომპოზიტური მასალების დამატებაა. ბირთვი იფარება რქის თხელი ზოლებით, ხოლო ინსტრუმენტი სახელად ტენდია კი უზრუნველყოფს წებოს თანაბრად გადანაწილებას ზედაპირზე. ეს დიდ ძალას მოითხოვს, მართლა ისე უნდა დავატრიალო, რომ ერთ ადგილზე შევინარჩუნო. რქა შეკუმშვისას მდგრადია და ენერგიას ინახავს, ის ფაქტობრივად მშვილდის კუნთებია. შემდეგი ეტაპია ძარღვების დამატება. ეს არის გამშრალი ცხოველის მყესები, რომლებიც დამუშავებულია და დაშლილია ძლიერი ბოჭკოების შესაქმნელად. გაწკრიალებული ძარღვების კონები წყალში იჟღინთება და შემდეგ წებოში, რომელიც თევზის ბუშტებისგან მზადდება, ძარღვი ფრთხილ ფენად ედება. ერთ-ერთი შუა საუკუნეების ხელნაწერი კი მოგვითხრობს, რომ მთლიანი ოსტატობა სწორედ ძარღვის დადებაშია. უნდა იმოქმედოს სწრაფად და დარწმუნდე, რომ ბოჭკოები სწორია. ძარღვის სწორი განლაგება აუცილებელია. თუ მშვილდის მკლავები არ არის სრულყოფილად განლაგებული, ის შეიძლება გაჭიმვისას გადატრიალდეს. დასრულებული მონღოლური მშვილდი ხშირად იფარება ტყავით ან არყის ხის ქერქით, რათა დაცული იყოს ამინდის ზემოქმედებისგან, თუმცა რქაღიად რჩება, ეს არის მისი მთავარი ძალა. ცხენოსანი მშვილდოსნების ხელში მონღოლური მშვილდი გადაიქცა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ იარაღად. რელიზის ავტორია ისტორიის პლატფორმა.